გამარჯობათ. დღეს ჩვენ სტუმარია ექსპერტი ჯუმბერ ჯუმბერიშვილი, ვისთანაც შევეცდებით ვისაუბროთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს, ევრაზიის კავშირი, ევროკავშირი, სირიის კრიზისი და ასე შემდეგ აი ამ ჭრილში. გამარჯობათ ბატონო ჯუმბერ, 1-2 სიტყვა გითხარით ამ ყველაფერზე. გამარჯობათ. მე კვლავ როგორც ყოველთვის შევეცდები ვიყო ობიექტური მაქსიმალურად. აი ხა ნახეთ როგორი დაკვირვება ვაწარმოე. ნახეთ არის ევროკავშირი. არსებობს ევრაზიული კავშირი. თქვენ არ რჩება შტაბ-ეშტილება რომ სიცარიელე შეიქმნა. სად არის აზიური კავშირი? არ არის აზიური კავშირი. ხვდებით, ანუ ეს გარკვეული პოლიტიკური, გეოპოლიტიკური სიცარიელის შევსების, ასე ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური ზრახვა და აი აქედან გამომდინარე უხდებოდეთ საქართველოს ორი გზა, ევრაზიული კავშირი, ევროკავშირი. სად არის აზიური კავშირი? არ არის. ხვდებით? აი სადა დილემა. მაგრამ როგორც ყოველთვის მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა მე ვლაპარაკობ და აი აქ ნახეთ რა ხდება. დასკვნა აქედან გამომდინარე რომ თუ საქართველოს აირჩევს ევროპულ კურსს, ანუ ის შევა ევროკავშირი, თუ აირჩევს ევრაზიულ კურსს, ის შევა ევრაზიულ კავშირში, მაგრამ რომ არსებობდეს აზიური კავშირი და ეგ აირჩიოს, მაშინ აზიურში შევიდოდა. ხვდებით ხომ? აი ეს არის ასე ვთქვათ თელი, ასე ვთქვათ, აი ეს მე ალბათ ძალიან ვართულებ ეხლა თქვენთვის აბართულია ეს ყველაფერი ეხლა მე სხვანაირად მე ამაში ჭიპი მაქვს მოჭრილი მე პირდაპირ გეტყვით ან იქ შევალთ ან აქ ისე რა ჭკვიანია ეს დედამო ა